გოგოები არიან საშინლად ალურჯებულები, ეს შემიძლია ვთქვა და გოგოები რო გამოვლენ თვითონ გაჩვენებენ რაც ხდება და როგორც არიან. ჩემ შემთხვევაში დავიწყოთ იქნა რომ ეს იყო უხეში დაკავება და სრულიად არალეგიტიმური, ანუ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, უბრალოდ იმიტომ რომ იმ პოლიციის მარშრუტთან ვიდექი, ამის გამო შემაგდეს მეც მანქანაში. რა თქმა უნდა, ჩამიწერეს მუხლები რომ ეს იყო ბილდსიტყვაობა, შეურაცხყოფა რაც სინამდვილეში არ ყოფილა, ანუ როგორც ყოველთვის შეკერეს საქმე როგორც კერავენ ხოლმე ელოქმებს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დაზიანებები, რა ვითარებაში მიიღეს თქვენ ვინც გესაუბრა დაკავების მომენტში თუ შემდეგ? დაკავების მომენტში მაგალითად ნენე გაბლაიას აქვს საშინელი, არ ვიცი, ისეთი სილურჯი აქვს, რომ როგორ უნდა მოკიდო მხეცურად ხელი და როგორ უნდა არ დააკავო, არ ვიცი ეგრე საერთოდ რაში წერია. რაც შეეხება, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც უკვე შუშებიანში შემოგვიყვანეს, ბევრმა პოლიციელმა ერთად მოიყარა თავი და გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ დაჭერილები ხართ, თქვენი მეგობრებმა მიგატოვეს, ისინი დაიმალნენ და ესე აღმოჩნდი შემდეგ დაახლოებით ჯერ შუშებიან შენობაში, შემდეგ უკვე დაახლოებით გავიდოდა იმის მერე 1-10 საათი და თავი ამოვყავი ახალციხის იზოლატორში, მე თათია აფრიამაშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ნენე გაბლაია.